მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოკლედ ჩართვა, როგორც იცით, ამ გადაცემაში თქვენ გაქვთ საშუალება გამოთქვა თქვენი მოსაზრებები, თქვენ გვიკავშირდებით ტელეფონის ნომრებზე 237 139 238 139 და ჩვენ გაზრდით საშუალებაც, რომ თქვენი აზრი გამოთქვათ იმ თემაზე, რომელსაც გთავაზობთ სამსჯელოდ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ თქვა, რომ სპეცრაზმელი არ უნდა დაისაჯოს უკანონო დავალების შესრულების გამო და უნდა დაისაჯოს მხოლოდ უკანონო დავალების გამცემი, იმიტომ რომ ის არის სპეცრაზმელი და ასრულებს ბრძანებასო. თქვენ რას ფიქრობთ, თქვენ ინტერესებს რამდენად ეთანხმებით პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას? ეს არის ჩვენი შეკითხვა, დღეს არა გვაქვს ქუჩის გამოკითხვა, ასე რომ შეგიძლიათ პირდაპირ დაგვირეკოთ 237 139 238 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. აქვე გეტყვით, რომ ამავე თემას გამოხვეურა მოგვიანებით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ნაწილობრივ არ დაეთანხმა პრემიერ-მინისტრს და განაცხადა, რომ უკანონო ბრძანების შესრულება რა თქმა უნდა დანაშაულია, კანონში ასე წერია, მაგრამ და ანუ ისიც იყოს სპეცრაზმელი 10 წელი და მისი თავკუთარი გამოცდილებიდან თქვა მან, რომ როცა უფროსი გიბრძანებს, მაგალითად ბავშვი მოკალი თუ გიბრძანა, შენ კარგად იცის სპეცრაზმელმა, რომ ესეთი ბრძანება არ უნდა შეასრულო. მოკლედ ჩვენ ეს არის დანაშაული, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაღაც მსუბუქი უხლებით გამოვიყვანოთ სპეცრაზმელებიო, რადგან მაინც სხვის ბრძანებას ასრულებდნენ. მოკლედ ასეთი სიტუაცია დღეს გამოეხმაურა ამას ყოფილი პრემიერ-მინისტრიც ბიზინა ივანიშვილი და თქვა, რომ პრემიერის საქმე არ არისო სპეცრაზმელების პედიო, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერიო. როგორც ვიხდით, ის უფრო ვახტანგ გომელაურს დაეთანხმა. მოკლედ მაინტერესებს თქვენ ვის ეთანხმებით და რას ფიქრობთ? უნდა დაისაჯონ თუ არა სპეცრაზმელები უკანონო ბრძანების შესრულების გამო, თუ მხოლოდ ბრძანების გამცემი უნდა დაისაჯოს. ეს არის ჩვენი შეკითხვა და პირველ მაყურებელს მივესალმები, გამარჯობა. მოგესალმებით, ბატონო მერაბ. ცოტა ახლა არ მესმის ან იქნებ სტუდიაში ავიწევ. დიახ, გისმენთ. ბატონო მერაბ, როგორ არ უნდა დაისაჯოს თუ უკანონო დაასახიჩრა ადამიანი სპეცრაზმელმა? უნდა დაისაჯოს, რა თქმა უნდა, ისიც და ის დავალების მიმცემიც, ორივე უნდა დაისაჯოს ერთდროულად, ერთნაირად. კი ბატონო, ანუ თქვენ არ ეთანხმებით ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ეს არის უფრო მეტი ახლა გეტყვით და სისულელე რა, როგორ დაასახიჩროს და მოკლას და ესე იგი პასუხი არ აქვს კაცო, როგორ შეიძლება ასეთი მე არ ვიცი რა. მადლობთ. კი ბატონო, მადლობა თქვენ ზარისთვის. კიდევ ერთ მაყურებელს მივესალმები, გამარჯობა. მე რა გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ესე იგი, მოხდა 7 ნოემბერი, მოხდა 26 მაისი. ჩვენ საერთოდ ვინ იყო გამწემი იმ მაგარგულების დასხედა და დაანგრია და დამოგრეს სოფელი ხალხო. აი თუნდაც მასში ხაშუში მოხდა 1 ოქტომბერს. შემოწება და ბეტერები და ტანკებით გამოვიდა გამის. პერსონალები არ იყვნენ, ვინ იყვნენ აბა. არასერიოზული განცხადება რა, როგორც კიდე ის ჩათვალეთ. კი ბატონო, ანუ თქვენც არ ეთანხმებით. გასაგებია, თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დაისაჯოს თუ არა სპეცრაზმელი, თუ მხოლოდ ბრძანების გამცემი უნდა დაისაჯოს? ამ ის ადამიანებიც ეთანხმებიან ღარიბაშვილს, ამბობენ, რომ სპეცრაზმელს სადა აქვს ახლა იმის დრო, რომ ბრძანების გაცემის დრო სპეცოპერაციისას არ ყვიოს ახლა უკანონოა თუ კანონიერი ეს ბრძანებაო. თქვენ რას ფიქრობთ, გამარჯობა? არა, გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. იცით როგორ არის აი დღეს გასას მაგ თემაზე საინტერესო ის არის, რა პარალელი არის. 9 აპრილი არის, არა დღეს. მეც ვიყავი 99 წლის 9 აპრილს იქა. და იქაც იყვნენ სპეცრაზმელები. რუსეთის არ იყო პრინციპში საბჭოეთის იყო. იქ შეიძლება ქართველი ყოფილიყო და სომეხის. ზოგიერთი სპეცრაზმელი იმ ბრძანებაზე უარი თქვა. ეგ როგორ გამოდის, რომ იმათ პრინციპში შეეძლოთ უარის თქმა და აქ ჩვენი სპეცრაზმელი მაგთელი ჭკუა არ აქვს, რომ იფიქროს, რომ ეს როლოს მოკლას სცემოს თუ რა გააკეთოს. მე საერთოდ ამ ბოლო დროს საერთოდ არ ვეთანხმები ჩვენ ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, ეხლაც არ ვეთანხმები. კი ბატონო, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მე რა გამარჯობათ. დიახ. ჩემთვის ამ წუთში სულაც არ აქვს მნიშვნელოვანი, რაზე გამოხატა პრემიერმა თავისი აზრი, უფრო ტენდენციას მიუძღებოდი რა. ჩვენი პრემიერი არის კანონშემოქმედი თუ არ არის კანონშემოქმედი? აი, ვინ ეკითხება პრემიერს კანონების შეცვლას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და ესეთ რაღაცებს, აი ვინ ეკითხება? შეიძლება ბიზინა ივანიშვილს დღეს ეს თქვა სხვათა შორის.
აუ პირველად სხვა მეგონი ბიზნესა და ჩემი მოსაზრება ხა ძალიან მიხარია თუ დაემთხვა ამ შემთხვევაში იმიტომ რომ თემსოფლიოში ესია და ჩვენი სპეციალიზმელები გამორჩეულები არიან ამას თავი დავანებოთ იცით რაშია ყველაფერ შიკები გახდა ჩვენი მთავრობა რა ყველაფერ შიკები არ როგორც ელიავაზე მუშები არიან მეტლახსაც აგებს და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობს ესია პრემიერ-მინისტრი მე არ ვიცი როგორც ვიცი არც ასაკი უწყობს იმის ხელს რომ რაღაც დიდი გამოცდილება ქონდეს იურისპრუდენციაში და კანონშემოქმედებაში და ვიცი ბიოგრაფიიდან რომ მსგავსი არანაირი გამოცდილება არ აქვს და რის საფუძველზე გადაწყვიტა ის მაინც თქვა ხოლმე მაგ ოჯახაშენებულმა რომ მივხვდეთ საიდან მოდის ეს აზრები ადრე მაინც ბარტონი ბიძინას აზრებს იზიარებდა ხოლმე და ინკაც გამოცდილებაც აქვს და ასაკიც უწყობს ხელს რომ რაღაც ცოდნა ქონდეს და გამოცდილება მაგრამ ეხლა თუ საწინააღმდეგოს ამოს ესე ანუ სხვა ვიღაცა კარნახობს უკვე ხო თავისი აზრების საინტერესო მოვლენებია რა თქმა უნდა გეთახმებით კარგი დიდი მადლობა კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ გამარჯობა გამარჯობა გისმენთ როცა ხდება ხალხის გამოსვლები პროტესტები აქციები ძალიან დიდი რაოდენობის ხალხით და გადადის სამხედრო ანუ ჯარი და პოლიცია ხალხის მხარეზე ეს ერთია მაგრამ როცა ვთქვათ ტერორიზმთან ბრძოლა მიდის ან ვიღაც ცალკეული ელემენტები ხო არის გამოცხადებული სპეცოპერაცია ხო ის ვალდებული არის მაგან ფიციდადო და ვალდებულია და თავის სამუშაოს ასრულებს. მაშინ არც ჯარში იქნება და არც პოლიციაში აღარ იქნება წესრიგი. ის ვალდებულია და პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც გასცა არაკანონიერი ისა რა ქვია, მაგას ძანება და გუშინ ქალბატონი კობახიძე როცა ლაპარაკობდა იმას, რომ უნდა იფიქროსო სადა აქვს მაგას ფიქრის და მთელი ეს მუხლები უნდა ჩამოიაროს ვირტუალურად. არა, მუხლებზე არ არის საუბარი, არის ელემენტარული ამაზე, იცოდე როდის გაქვს ადამიანის მოკლის უფლება რა. ნუ გასაგებია რომ ბავშვს არ უნდა ესროლოს, მაგრამ თუ არის შეიარაღებული ტერორისტი, ხო, მაგრამ ხო შეიძლება ის ტერორისტის დაგნებდეს მაგალითად და ხელები აწიოს. ამ დროს არ უნდა ესროლოს. ეს ყველგან მიღებული. უნდა გიბრძანონ და ასე შემდეგ. ელემენტარული წესებზეა ლაპარაკი. ეს გასაგებია, უნდა რომ ნებდება, არ უნდა აწიონ ხელი მაგაზე, მაგრამ როცა გარბის და არ უგერებს. ხო, ეგ ამაზეა საუბარი ხა, კანონი როცა ითვალისწინებს. ნუ ის ასრულებს თავის ბრძანებას და მაშინ ანუ თქვენ ეთანხმებით ამ შემთხვევაში. ანარქია იქნება მაშინ თუ ესე იქნება. კარგით, ანუ ეთანხმებით ღარიბაშვილს. მადლობთ, კიდევ ერთ მაყურებელს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, სამშვიდობის. დიახ, გისმენთ. სპეციალიზმელი არ უნდა დაისაჯოს იმ შემთხვევაში, თუ იქნება რობოტი და არა ადამიანი ჩართავს მისცემ პროგრამას და შეასრულებს. მაშინ არ უნდა დაისაჯოს, მაგრამ აი კადრები არსებობს 26 მაისის. აი 40 კილოვან კაცს რო დაძდევს 4 სპეციალიზმელი. ხელებაწეულიც რო არის, ძირსაც რო გდია, წამოახენებენ და კიდე რო ურწყავენ. ნუ თუ ესეთი ბრძანება მიიღეს, ან თუ მიიღეს ვერ შეაცხეს, რომ ეს ბრძანება შესაძლებელი არ არის. კაცი ხელებაწეული იხვეწება, ერთი 200 კილოვანი ბეგემოტი დაძდევს, გაიგზო, მეორე, მესამე, მეოთხე, უნდა დაისაჯოს, აბა რა უნდა მოუვიდეს. კი ბატონო. გასაგებია თქვენი მოსაზრებას, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად ეთანხმებით ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სპეციალიზმელი არ უნდა დაისაჯოს უკანონო დავალების შესრულების გამო და უნდა დაისაჯოს მხოლოდ ის, ვინც გასცა უკანონო დავალება. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. არ ვეთანხმები, არა, ესე იგი, უნდა დაისაჯოს. აი, 7 ალო. დიახ, გისმენთ. გისმენთ. იმიტომ რომ ეს 7 ნოემბერს და 26 მაისს რო უყურებს ადამიანი, წვემლად ვიყურები ხოლმე. რომ რა ალო. დიახ, გასაგებია. კარგით, თქვენი აზრი გავიგეთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, მე რა. დიახ, თქვენ რას ფიქრობთ? მე არ ვეთანხმები პრემიერს მე რა. რატომ? რატომ მოგეტყვი ჩემო კარგო? ჩემეთი მე ასაკოვანი ვარ და საკარგად მახსოვს 9 აპრილი. იმ ღამეს რო იცოდე რუსის ჯარისკაცები გვაძლევდნენ საშუალებას გაქცევის და გასვლის. ჯერემეთი. მერე მეორე ის სპეციალიზმელმა 2006 წელს ჩაიდინა ის და იმის შემდეგ არასწორი ჩვენება მისცა პროკურატურას. არ მიაწოდა პროკურატურას სწორი ინფორმაცია
იმანაც ხომ მიხვდა რომ რატო არ ასახელებენ სწორად და პირდაპირ ვინ გასცა ეს ბრძანება. კი ბატონო, თქვენი აზრით გასაგებია. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 237 139 238 139 თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად უნდა დაისაჯოს სპეცრაზმელი შესრულებული ბრძანების გამო თუ ეს ბრძანება უკანონოა? გამარჯობა, გისმენთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, გენაცვლი. გარიბაშვილმა იგივე გეიმეურა, როგორც სხვა სიტყვებით, რაც სხვა სააგაშვილმა, ნულოვანი ტოლერანტობა. უნდა დაისაჯოს ერთ მარაგასმა, ერთ ბრძანება დასა მეორე მოკლა. იგივე გარიბაშვილმა, რაც სააგაშვილმა. არა სხვა სიტყვებით. თქვენ რას გულისხმობთ ეს, როცა თქვა ამნისტირებულებთან დაკავშირებით? გამოაცხადა სააგაშვილმა. ამნისტირებულებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გულისხმობთ ღარიბაშვილის თუ რომელს? არა, ეხლა რო გააკეთა, ეხლა. ხო, ეხლა რამდენიმე განცხადება გააკეთა და რაზეც ვლაპარაკობთ, იმას გულისხმობთ? ხო, დიახ. კარგით, გასაგებია. კიდევ ერთ მაყურებლებს მოусმინოთ, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ. მე მაგალითად თუ კი ბრძანება მიცემულია, ვინც არასწორი ბრძანება გასცე, ის უნდა დაისაჯოს და არა ის, ვისაც დავალება მიცეს. რა ვქნათ ის ადამიანები, ვინც მუშაობთ საჯარო მომხილეებად და ბრძანებას გვაძლევენ, შევასრულებთ დავიჯებით, არ შევასრულებთ დავიჯებით, რა გამოდის? ისჯება ის, ვინც დავალება არასწორად გასცა. კი ბატონო, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია. თქვენ რას ფიქრობთ? გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა ბატონო მერა. გისმენთ. ეს ამ ბრძანების გამცემი შუდროებებს დღესაც მუშაობს შტაბის უფროსი სოსო კაჩაიძე. დღესაც 26 ესაც იყო დღესაც მუშაობს და სამართლოს ჯანაშვილი. აი მაგადრას ეს ბრძანება აი ჩაფხუტიანები იყო შუდროებს ბატონო მერა. ეგენი იყო მაგათი. თავარი ბრძანება ხო უფრო ზევიდან გაიცა? ნუ ეს სპეციალურად მაიც რატო უნდა მუშაობდეს ესა ბატონო მერა ის კაცი რომელიც 26 მაისს ეხლა ასავანდასავში ხატია მე უყურე წყალში უყრია სუბედურად ხალხი და ესე ადამიანი ხوار თუ მაგრები იყვნენ სპეციალად იქებმა იქ სადაც საომარი იყო და ეგ ქართულ ხალხი უერავ ხალხს სემენ და იმაზე როგორ არ უნდა დაისაჯოს აბა რა უნდა დაისაჯოს აბა რა უთხას მაგაზე კლებზე გადავარდი უფროზე გადავარდი აბა მოიკლავს თავს რა თვითონა ეგრე დასაჯელია ბატონო მე უნდა დაისაჯოს აბა როგორ აშენ თქვენი მოსაზრებაც გასაგებია, დიდი მადლობა. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. გისმენთ. გამარჯობათ. თუ შეიძლება ესეთი რაღაც მინდა ვთქვა, ეს არ არის, იცი დაისაჯოს არ დაისაჯოს. როდესაც სპეცრაზმელი იქნება თუ ის რიგითი ვინმე ეს სამართალ მოქმედი პიროვნება, ვინც ასრულებს ბრძანებებს. სანამ სამსახურში გავა და ბრძანებაში ასრულებს, მათ აქვს თავისი უფლება მოვალეობები. ეს ხდება ყველაფერი დოკუმენტალურად და ყველაფერი ეს მიღებულია სამართალ ესეთ ორგანოებში და მას არა დაისაჯოს და ეს წინასწარ უნდა იცოდნენ რა ბრძანებას გასცემენ ეს იციან ძალიან კარგად ყველაფერი ეს შავით თეთრზე წერია და ხელს აწერიებენ ამაზე ყველაფერს დაწყებული მაღალი თანამდებობის პირები დამთავრებული რიგითებამდე და ძალიან კარგად იციან ისინი რაზე არიან წამსვლელები ამიტომ როდესაც ხდება მე ესეთი საკითხის დასმა, რომ დაისაჯოს თუ არ დაისაჯოს, არა ეს ხო ყველაფერი დაწერილია, ხთაი შეამოწმონ რისი ბრძანება გასცეს, რომ ხდება მე ყველაფერი ამის გაყალბება, იცით რა არ ყოფილა, არ ვიცოდით, ასე ისე, ყველაფერი ძალიან კარგად იციან. როდესაც მიდის სპეცრაზმელი რა უნდა გააკეთოს, რომ სანამ სამსახურში მიიღებენ, ამაზე მას ხელს აწერიებენ. და ძალიან კარგად იციან და რა თქმა უნდა დაისაჯოს. აი იმ ბრძანების გამცემის და იმ ისე იგი რაზეც მიდის სამსახურში ხომ იციან ეს ხო არ არის ბაღის მასწავლებელი არა მას ხო მისი პროფესია ძალიან კარგად იცის რაზე ჯოხი უნდა აიღოს და თავში უნდა ჩაარტყოს მოქალაქეს როცა ისა ბრძანებას გასცემს მაგრამ გლადიატორები ხომ არ იმ ეპოქიდან ხო გამოვედით არა კი ბატონო კარგი თქვენი მოსაზრებაც გასაგებია დიდი მადლობა კიდევ ერთ მაყურებელს უსმენთ გამარჯობა გამარჯობა ბატონო დიახ გისმენთ ერთ მოკლე ისტორიას გეტყვით თქვენ გავესმენთ სწორი იყო თუ არასწორი ძალიან მოკლე ძალიან მოკლე მეორე მსოფლიო ომში ბიზაჩი მიმსახურობდა და ომში რა მოგიყვა ესეთი რამე გერმანიის საზღვართან დაიჭირეს სამი გერმანელი და მომწესო ბრძანება წადი დახრვითეო რო შევხედეო 16 წლის ბავშვები იყვნენ დავიყვანე შორსო ძალიან შორსო და მე გერმანიაში და მეუბნები წაადით ვერ გეიგებდა აერჩი რომ გამისროლეო მე მიხდერე რომ მე მან თავისუფლეს ბიშვებსა და ბურდღუნ გარბოდენო ისამი სწორად მოიქცა თუ არასწორად მოიქცა
არ დახვიდა. ნუ სწორა ადამიანურ თვალსაზრისით სწორად მოიქცა. და გაიჩნდება და გაროჩე როგორ დამეხუდა ტექნიკის ბავშვებიო. კი ბატონო. გამეჩით პასუხი სწორი იყო თუ არა სწორი? ადამიანურად სწორი იყო, მაგრამ კანონის მიხედვით როგორ იყო, ეხლა ეს ცოტა სხვა ხდება. ეგ როგორ ეგოთო. მაგით შუბადათ ეხლა ვაჟღერე პირველად. გაი ვინ მარიჯის მაგი. ეგ ისტორია ვიზაჩების მყარია და პერიისი მომსასულია რა. კი ბატონო. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. თქვენ რას ფიქრობთ, ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს რომ სპეცრაზმელი არ უნდა დაისაჯოს, უნდა დაისაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ესე იგი, თქვენ სწორად ახსენეთ, რომ თავარი უნდა იყოს კანონი. დიახ. კანონი ძალიან მკაცრი, როდესაც პოლიციელის მოქმედება არის რეგლამენტირებული. არის კანონი პოლიციის შესახებ. იქ მე-13 მუხში პირდაპირ არის ნათქვამი. ხალხმრავალ ადგილას პოლიციელს არ აქვს უფლება გამოიყენოს წესასწაული იარაღი, რათა არ ჩააყენოს საფრთხეში სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები. კი ბატონო, მე სპეცნაზელი კანონით არის ჩვეულებრივი პოლიციელი. არანაირი სპეციალური კანონი, რომ სპეცნაზელი რაღაც განსაკუთრებული. არა, ჩვენ აქ საუბრობთ კანონის იმ ჩანაწერზე, რომელიც გულისხმობს, რომ უკანონო ბრძანების შესრულება არ შეიძლება. ხო, მაგას გეუბნებით, მაგრამ ის პოლიციელი, სპეცნაზი, სუსტად მაგ ვარ, ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. რომ ის პოლიციელმა პირველ რიგში კანონს უნდა დაემორჩილოს და შემდეგ არის მისი მეტაურის ბრძანება. კი ბატონო. თქვენ მოსაზრებაც გასაგებია, როგორც ვთქვი, არ ეთანხმებით ღარიბაშვილს, თქვენ თუ ეთანხმებით, გამარჯობა. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა, ბატონო მერაბ. გისმენთ. სპეცრაზმელი არის სპეცრაზმელი და არა დამსჯელი რაღაცა ბრიგადა. ზედაც პრემიები და ფულები აიღეს. ერთმა გამომწვევმა სწორეს თქვა. აქცეულ მოხუცებულ კაცს 10 კაცი რომ მიადგება, მას არაკეთებდა ჰიტლერის დროს ფაშისტები. უნდა დაისაჯო, რა თქმა უნდა. არის დაშალე კი ბატონო, გააკეთე ის რაც არის გასაკეთებელი საჭირო, მაგრამ ეგრეთ აქცეულებს და რა გითხრა დასახიჩრებულ ხალხს კი ბოლომდე აწებოდნენ და კრანდნენ. ვინც კარგად ცემდა, კაი პრემიები მიიღეს. დასაჯელები არიან. ეგ არიან დამსჯელი ბრიგადა და არა სპეცრაზმელი. კი ბატონო, გასაგებია და კიდევ ერთი მაყურებელი, გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. მე ვფიქრობ, სპეცნაზებმა უნდა იცოდეს კანონების შესაბამისად, ესე იგი, რა ფუნქციები აქვს მას და ხელმძღვანელს რისი უფლება აქვს, რა ბრძანების გაცემის უფლება აქვს და რის არა. ამის მიხედვით უნდა იმოქმედოს. მე ხა ის ღარიბაშვილი თუ გულისხმობდა სააკაშვილის დროს და იქ გამოძიების დროს ხელს უწყობს ეს სიტუაცია, რომ უფრო ადვილად გამოიძიოს და ამიტომ აბრალებს მხოლოდ ბრძანების გამცემებს და ის ხალხი უნდა გამოიყენოს, რომ გამოძიებები უფრო ადვილად ჩაატაროს, ეს სხვა საკითხია. თუმცა მაშინ უფრო შეზღუდული იყო და არ ქონდა თავისუფლება და მაშინ ვერსად ვერ განაცხადებდნენ ამ დანაშაულს თუ უნდათ, ახლა კიდევ უფრო მეტი სიუცია. აქედან გამომდინარე, სამართლიან ქვეყანაში თვითონ სპეცნაზელმაც უნდა იცოდეს რა ბრძანების უფლება აქვს მას ხელმძღვანელს და რისი არა. კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. თქვენ თუ ეთანხმებით ღარიბაშვილს, დაგვირეკეთ 237 139 238 139 ეს ჩვენი ტელეფონის ნომრებია. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ამინდა იცით გითხრათ. დავით, თითქოს არ მიმაჩნია კორექტულად ასეთი გამოკითხვების ჩატარება. რატომ ვითომ? იქ რა ხდება? აი ეს ჩვენ ეხლა რო რეკავს ეს ხალხი, ნუ მეც მათ შორის ეხლა ჩავთე რა რადიო და ნუ შევაფასებთ რა და ნუ დავიყვანთ ჩვენ დონემდე მათ გადაწყვეტილებებს. რატომ ვითომ? ჩვენ ხო არ ვიცით იქ რა ხდება, რისთვის არის ეს საჭირო, რა შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმ სპეცრაზმელების ქმედება, რაც მათ 26 მაისს და 7 ნოემბერს და ასე შემდეგ ჩაიდინეს. რა თქმა უნდა. და ყველაფერს დაერქმევა თავის სახელით. ზოგმა შეიძლება მოინანია და სწორგზაზე დადგეს და ასე შემდეგ, მაგრამ მათ უნდა მიეცეთ იცით ამის საშუალება, ალბათ იმისკენ არის ეს ყველაფერი გათვლილი, რომ მათ შემდგომში არ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაული. როცა იგრძნობენ, რომ ბრძანება უკანონოა
და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იქნება ის მიმართული, იქნება არ ჩაიდინონ. ჩვენ ხო არ ვიცით ეს რაზეა გათვლილი და ერთი რამე მინდა გთხოვოთ პატივცემულო მერაბ. მე მინდა თემა მოგაწოდოთ, იქნებ გააჟღეროთ შემდეგ იმაში. შეიძლება გითხრათ? კი ბატონო, თქვით. ხო, ორი თემაა, იცით? პირველი არის ის, რომ ხომ არ გეჩვენებათ საეჭვოდ ეს ასოები, ანუ არასამთავრობოები, რომ ძალიან აქტიურობენ, შემოვიდნენ უცხოელები, გავხსნათ საზღვრები, გავყიდოთ ქართული მიწები. იქნება ამაზე ჩაატაროთ გამოკითხვა. ეს კონკრეტულ საკითხზე, საზღვრებზე და მიწებზე ჩვენ ბევრი გამოკითხვა ჩაგვიტარებია ხა. არასამთავრობოებზე კონკრეტულად არა, მაგრამ თემებზე ჩაგვიტარებია. ხო, არა, მიუთითოთ, რომ ეს არასამთავრობო ითხოვს ამას და არა, არასამთავრობო ითხოვს თუ ითხოვს რა მნიშვნელობა აქვს? თემა რამდენად ეთახება? დიდი მნიშვნელობა აქვს ის არასამთავრობო ანტიქართულ საზღვრებს. კარგით, გასაგებია, კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. დაუბრუნდეთ თემას. კიდევ ერთი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. ალო, მე ვარ ბატონო. დიახ. საღამომშვიდობი გენერალ. მოგესალმებით. ბატონო, ეს ხო თქვა, ჯერ ხო კანონი არ არის მიღებული. ამას დამუშავება ჭირდება. ამან აზრი თქვა, თავრობა რაღაცებს კანონი მიღებულია და წერია კანონში ყველაფერი კარგად და არა, ნუ ამ თქვა ეხა ღარიბაშვილმა, ამაზე როგორ შეიძლება ამხელა იმის ატეხო და იცით რა, აბა რაზე უნდა ავტეხოთ კაცო? არა, გასაგებია, მაგრამ ეს ხო ჯერ კანონად უნდა იქცეს და რაღაც არა, კანონად იქცეს რას ნიშნავს? მოსაზრება არის, რომელსაც ან ეთახმები, ან არა, ეხა კანონს. მოსაზრებას ან დაეთახმებიან, ან არა, ხო, ხო, კანონს არ ღებულობს კაცო. და მე იცით რა მაგაზე ვჯელობ ჩვენს. ბატონო, აი მოსმენების შესახებ რო ამზადებენ ეხა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევს. ესენი თქო ნორმალურები არიან, ეგ არასამთავრობოები მართლა? კი ბატონო. გასაგებია, მაგ თემაზე შეიძლება დაუბრუნდეთ, ბევრჯერ გაგვიკეთებია, მაგრამ მაინც კიდევ ერთ მაყურებელს მოგუსმინოთ, გამარჯობა. მოდიში კიდევ ერთხელ დავრეკებ. აი წეგან ახალგაზრდამ დარეკა და თქვა, რომ ჩვენ დონემდე არ უნდა ჩამოდიოდეს ესეთი გადაწყვეტილებები და ნუატარებ ესეთ გამოკითხვებს. ზუსტად ჩვენი დონეზე უნდა გადაწყდეს ეს საკითხები, იმიტომ რომ ის სპეცნაზი ან მიტინგზე ან მე ჩამარხავს რაღაცას, ან ქუჩაშიც უნდა მოიქცევა და მე უნდა გადამიკეთოს გზა და მანქანა დამიმძრიოს და რაღაცა გააკეთოს. სხვას იმას თქვია პარლამენტად და იმას ხმარს არავინ არ გასცემს და ზოგადად ეს არის ძალიან ისეთი თემა, რომ ჩააჭინდნენ ამ იმას თქვია არასამთავრობოებს. არასამთავრობო წესებით იქცევა და მთავრობა რომ საზღვრებს გადადის, უკვე მაგაზია საუბარი და ხა ნელ-ნელა წინამთავრობას რო ეზომებიან, მაგაზია კიდევ ლაპარაკი და კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. თუ არის კიდევ მაყურებელი, მოგუსმინოთ მასაც, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. დიახ, გისმენთ. ეს ამ ხალხის მიგვი დაიწერა. თუნდა დაისაჭო კი არა, რას ქვია ბრძანება. პატარობაში გვასწავლდნენ აქციულ კაც ადამიანს არ უნდა დაარტყავდა. რომელი ბრძანება უნდა მოხდეს, ისეთი რომ დავარდნენ ადამიანს ხუთხეს რუსებს დავცინოდით ხოლმე რომ აქციულ კაც უთხავდნენ და სხვა დაჟე ჩვენში არ იყო ასეთი ბავშვები და გვასწავლდნენ. კაცი რომ დავარდება იმას არა და თქვენ ხო უყურე რა ხდებოდა აქციულ კაც როგორ რა ლაპარაკი დაისაჭო კი არა. მას დაისაჭონა რა ვიცი სიტყვები არ ყოფის. ეს ჩვენ მენტალიტეტში იყო ბავშვები და რომ აქციულ ადამიანს დაუნავდა. რომ ექსპერტი არ ბრძანება უნდა მოსის ესეთი. ბოლო რა ხელფასი უნდა ავიღო ისეთი რომ სერანამუსით უნდა დავღალო ის და ოჯახში შევიტანო. ეს აქციულ ადამიანის პრემიები ავიღო და ფული და. კი ბატონო. დაწერა გაცხადეთ წამოდის ასწახვი და როცა ადამიანი ხარ ბოლო მართლა ზელა კაცმა რობოტი ხوار ხარ ჩაგდო და შეასრულო იმ ძალებს. გასაგებია, დიდი მადლობა. თქვენ რას ფიქრობთ? გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ესა, ალო. დიახ, გისმენთ. ესა. აგვიან მოდის ხმა. ბატონო მერაბ გამარჯობათ. მოგესალმებით. აუცილებლად უნდა დაისაჯოს სპეცრაზმელი. თუ იმას სისხლში აქვს მით უმეტეს ხელები გასვრილი. ეს არავითარ შემთხვევაში იცით რა ჩვენ ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე და ერთხელ უნდა მოგვდეთ და იმ დედებმა და მამებმა და იმ ნათესავებმა რაკნან როცა 100 ჯერ მოგვდნენ რამდენი აღდგომა და რამდენი სასაფლაოზე მივლენ და ანდა ისე რომ მივლენ შვილო ეს არავის არ უნდა კონდეს სისხლში ხელები გასვრილი მით უმეტეს ქართველს კლავს აი ეგ არის ცუდი არავითარ შემთხვევაში უნდა დაისაჯონ და მკაცრად უნდა დაისაჯონ კიდევ. გაიხარეს შვილო. კი ბატონო, გასაგებია თქვენი მოსაზრებაც და კიდევ ერთი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა.
მოგესალმებით ბატონო მერაბ. დიახ. ბატონო მერაბ, მაპატიეთ, მე გვიან ჩავეცე და რა კითხვა არის? კითხვა არის, ეთანხმებით თუ არა პრემიერ-მინისტრს, რომ სპეცრაზმელი არ უნდა დაისაჯოს უკანონო ბრძანების გამო და უნდა შესრულების გამო და დაისაჯოს მხოლოდ ბრძანების გამცემი. ნაწილობრივ ვეთანხმები და ნაწილობრივ არ ვეთანხმები, მაგრამ მაგის საერთოდ რეგულირებაც ძნელი არის. საქმე იმაშია, რომ რამდენად ინფორმირებულია თვითონ სპეცნაზელი, როცა რამე დავალებას ასრულებს. ეხლა ეუბნებიან, აი არის დაუშვათ ყაჩაღების ის არის დაუშვათ და საფრთხე უკრება. ნუ ეგ მე ალბათ სასამართლომ უნდა გაარკვიოს, რომ შეეძლო თუ არა მას იმ მომენტში შეფასება გაიკეთებინა. ნუ ეგ სხვა საკითხია, მაგრამ აი კანონმდებლობა და რეალობა როგორ განსაზღვრავს. გასაგებია, დიდი მადლობა, კიდევ ერთი მაყურებელი და ვასრულებთ. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო მერაბ. დიახ, გისმენთ. გისმენთ. გამარჯობა ბატონო მერაბ. გისმენთ ბატონო ჩემო. პრემიერ-მინისტრის იმაში ქცევაში ცოტა შიში ხო არ ჩანს? რისი? შიში. ტელევიზორს ნუ უსმენთ უკაცრავად, ტელეფონში მომისმინეთ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ტელევიზორში გვიანდება ხმა. გესმით ჩემი? კი. ხო და მიპასუხეთ, ტელევიზორს თავი დაანებეთ. მიპასუხეთ, დიახ. შიში ხო არ ჩანს მეთქი პრემიერ-მინისტრის. კაკას ხო არ უგორებს შინაგან სამინისტროს. ხო და ანუ რისი ეშინია, რისი თქვენი აზრი? ნუ რა, ეხლა როგორ ეშინიან, ვიცი, ბევრი ისენია თქვათ. კი ბატონო, კარგი, თქვენი მოსაზრებაც გასაგებია, დიდი მადლობა. მოკლედ ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. მე შეგახსენებთ, რომ 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება გადაცემა რეზიუმე, სადაც ამ თემას გავაგრძელებთ, სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებთ, ასე რომ დაგველოდეთ, საინტერესო მსჯელობა გველოდება წინ, ასევე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში 9 აპრილის მემორიალთან მომხდარ ინციდენტზე, რატო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თავისუფალი ზონისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები. მოკლედ დაგველოდეთ, საინტერესო გადაცემა გველოდება წინ.